მილიონერმა დაიქირავა თავმდაბალი გლეხი თავისი სასახლის მოსავლელად, მაგრამ ერთ დღეს ბიზნესმენი ადრე დაბრუნდა სახლში და ტირილი დაიწყო, როდესაც დაინახა, რა გააკეთა მთელ თავის ოჯახთან. მზე ნელა ამოდიოდა კახეთის ველებზე, მსუბუქი სხივებით ოქროსფრად რთავდა ვაზის რიგებს, რომლებიც 12 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. გიორგი მაისურაძე ეზოში იდგა, ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და თავის მამაპაპისეულ მამულს გადაჰყურებდა. 50 წლის კაცი, ღრმა ნაოჭებით შუბლზე და ჭაღარა საფეთქლებით, კახეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მევენახე და მეღვინე იყო, მაგრამ ბოლო წლებში მისი მზერა სულ უფრო დაღლილი და უიმედო ხდებოდა. გიორგი მოესმა ზურგს უკან. მის ცოლს, ნინოს საუზმე გაეწყო ტერასაზე. მოდი, ჭამე რამე, სანამ ცხელია, გიორგიმ თავი დაუქნია, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. რაღაცა მიიზიდა მისი ყურადღება, ვენახის შორეულ კუთხეში მუშები რაღაცაზე ბჭობდნენ და ერთ-ერთი მის ახალ მენეჯერს, ზურაბს, ხელებით რაღაცას უხსნიდა დანარჩენებს. რა ხდება იქ? იკითხა გიორგიმ, უფრო საკუთარ თავთან ვიდრე ნინოსთან. ალბათ ვაზის დაავადება იპოვეს, უპასუხა ნინომ, ისე რომ არც კი შეუხედავს იმ მიმართულებით. გუშინ ზურაბი ამბობდა, რომ ახალი სოკო აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ნაკვეთში, გიორგიმ შუბლი შეჭმუხნა. კიდევ ერთი პრობლემა, კიდევ ერთი საზრუნავი. ბოლო 3 წელი ვენახისთვის რთული იყო, ჯერ გვალვა, მერე სეტყვა, ახლა კი სოკოვანი დაავადება. თითქოს ბუნებამაც გადაწყვიტა, რომ ეს ოჯახური ბიზნესი გამოეცადა. ტერასისკენ მიმავალმა ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო. მაშინვე ამოიღო, ეს მისი ქალიშვილი, მარიამი უნდა ყოფილიყო, რომელიც გუშინ თბილისიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ისევ გადადო მგზავრობა. თუმცა ეკრანზე ბანკი ეწერა. გიორგი მღრმად ამოისუნთქა და უპასუხა. დიახ, ბატონო ზურაბ. გისმენთ, 10 წუთის საუბრის შემდეგ გიორგი ტერასაზე ისევ ჩამოჯდა, მაგრამ მადა უკვე დაკარგული ჰქონდა. ნინომ შეხედა მას, შეშფოთება ჩანდა მის თვალებში. ისევ ვალები? იკითხა მან, თუმცა პასუხი უკვე იცოდა. გიორგიმ თავი დაუქნია. კიდევ 3 თვე მოგცეს. თუ ამ დროში არ დავფარავთ, ვენახის ნაწილის გაყიდვაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, ნინომ ხელი დაადო მეუღლის მკლავზე. მოვიფიქრებთ რამეს, ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს, ამ დროს ეზოში ზურაბი შემოვიდა, 30 წლის მაღალი, გამხდარი კაცი, რომელიც 6 თვის წინ დაქირავდა გიორგისთან. მის გამოჩენას მცირე დაძაბულობა მოჰყვა, ოჯახისთვის ის ჯერ კიდევ უცხო იყო. ბატონო გიორგი, მიმართა მან, აღმოსავლეთ ნაკვეთში ნამდვილად გაჩნდა სოკოვანი დაავადება. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ მთელ მოსავალს დავკარგავთ, გიორგის სახეზე დაღლილობა აღებეჭდა. რა ვქნათ? შხამქიმიკატები გამოვიყენოთ? არა, თავი გააქნია ზურაბმა, არის უფრო ეკოლოგიური, ორგანული მეთოდები. ცვირია, მაგრამ ჯობია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ვენახს არ დავაზიანებთ, გიორგიმ ცოლს გადახედა, რომელმაც თვალებით წაახალისა. კარგი, მოამზადე გეგმა და ხარჯთაღრიცხვა. ნახევარ საათში ჩემს კაბინეტში შემოდი, უთხრა ზურაბს. ზურაბი რომ წავიდა, გიორგიმ კიდევ ერთხელ გახედა თავის ვენახს, მამისგან რომ მემკვიდრეობით მიიღო და რომელიც მანამდე ბაბუამისმა შექმნა. 3 თაობის შრომა იყო ამ მიწაში ჩადებული. არ შეეძლო ამის დაკარგვა, მაგრამ იმაშიც აღარ იყო დარწმუნებული, რომ მისი შენარჩუნების ძალა ჰქონდა. ამ ფიქრებში იყო, როცა ეზოს ჭიშკართან მანქანის მუხრუჭების ხმა გაისმა. მოულოდნელად 2 ფიგურა დაინახა, მისი ქალიშვილი მარიამი და თან გასაკვირად, თანაც მისი ვაჟი დათო, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობდა და სწავლობდა. ნინო ფეხზე წამოხდა. ღმერთო, ორივე ჩამოვიდა. არაფერი მითხრეს, გიორგიც წამოდგა, გაოგნებული და ოდნავ დაბნეული. მარიამი ხშირად სტუმრობდა სახლს, თუმცა ბოლო დროს ესეც იშვიათობა გახდა, მაგრამ დათო. 3 წელი იყო, რაც ის მხოლოდ ვიდეოზარებში ენახა, ისიც იშვიათად. მარიამი ეზოში შემოვარდა 22 წლის ენერგიით სავსე ახალგაზრდა ქალი, მხიარული ღიმილით. მოულოდნელობა, შეჰყვირა მან და მშობლებს გადაეხვია. დათომ ნელა მოირგო მზის სათვალე, მაღალი, გამხდარი, 25 წლის ახალგაზრდა კაცი, თავდაჯერებული გამომეტყველებით. გამარჯობა, მამა, უთხრა მან გიორგის, ხელი ჩამოართვა და უხერხულად გადაეხვია. რა კარგია, რომ ჩამოხვედით, თქვა ნინომ, ცრემლები მოერია, მაგრამ რატომ არ გაგვაფრთხილეთ? სიურპრიზი გვინდოდა, გაიცინა მარიამმა, დათო გუშინ ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ პირდაპირ აქ ამოვსულიყავით, გიორგის გაუღიმა შვილებს, ცდილობდა მისი წუხილი არ გამოეჩინა. იქნებ მათი ჩამოსვლა კარგი ნიშანი იყო, იქნებ რაღაც შეიცვლებოდა. მაგრამ ის მაინც ვერ იშორებდა შეგრძნებას, რომ რაღაც არ იყო ისე, როგორც ჩანდა.
შედიც საუზმე მზად არის, თქვა მან და შვილებს შეუძღვა სახლისკენ. სახლი, რომელიც ცეც საუკუნის ბოლოს აშენდა და მერე რამდენჯერმე განახლდა, იდგა ბორცვზე, საიდანაც მთელი ვენახი მოჩანდა. შიგნით გრილი იყო, სქელი კედლები ზაფხულის სიცხეს არ ატარებდა. დიდ სასადილო ოთახში სუფრა უკვე გაშლილი დახვდათ, ხაჭაპური, ყველი, მწვანილი, ჭადი და რა თქმა უნდა, მათი ვენახის ღვინო. დათომ ჭიქა აიღო და დააკვირდა. ეს შარშანდელი რქა წითელია, ხომ? იკითხა მან. გიორგიმ თავი დაუქნია, გაოცებული. ასე გახსოვს ღვინოების ფერი, დათომ გაიღიმა. გერმანიაში ენოლოგიას ვსწავლობ ბოლო 2 წელია. არ გითხარი, სადილის მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა. არა, დათოს არ უთქვამს, რომ ენოლოგიას სწავლობდა. ბოლო რამდენიმე წელი მისი შვილი თითქოს გამქრალიყო, ბიზნესს სწავლობდა გერმანიაში, თუმცა ოჯახთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა. ღვინის მწარმოებლებთან მუშაობ, პრაქტიკას გავდივარ, განაგრძო დათომ, მინდოდა გამოცდილება მიმეღოს, სანამ დაუბრუნდებოდი, გიორგის გული აუჩქარდა. დაბრუნება გინდა, დათომ ღვინო დააგემოვნა, სანამ უპასუხებდა. შესაძლებლობებს ვხედავ. ბევრი რამ ვისწავლე, რაც აქ გამოგვადგება, გიორგის უნდოდა ეკითხა, რას გულისხმობდა შესაძლებლობებში, მაგრამ მარიამი ჩაერია. დათოს უნდა რომ მევენახეობა გააფართოოს, ექსპორტზე გაიტანოს ღვინო, აუხსნა მან, გუშინ მთელი გზა ამაზე მელაპარაკა, გიორგის გაეღიმა, მაგრამ ღიმილი გაკენული იყო. მისი შვილები არ იცნობდნენ რეალურ სიტუაციას. როგორ უნდა აუხსნას, რომ მამულს ვალები აქვს? რომ ბანკი უკვე ემუქრება ქონების ნაწილის გაყიდვით. ნინომ თითქოს გამოიცნო მისი ფიქრები. ვალების შესახებ უნდა ვუთხრათ, ჩაილაპარაკა მან ჩუმად, მხოლოდ ქმრისთვის გასაგონად. გიორგიმ გადააქნია თავი. არა, ახლა. დაე რამდენიმე დღე დაისვენონ. მერე ვილაპარაკებთ, მაგრამ მოულოდნელად დათომ თქვა, მამა, ვიცი რომ ფინანსური პრობლემები გაქვთ. ამიტომაც ჩამოვედი, გაოცებული სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი მოდნავ წარბი აწია. საიდან იცი? დათომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანზე თითი გაუსვა. ბანკის ამონაწერი ვნახე. დედამ გამომიგზავნა, გიორგიმ ნინოს გადახედა, რომელსაც თავი დაეხარა. მეგონა, უნდა სცოდნოდა, თქვა მან ჩუმად. ამიტომაც ჩამოვედით, თქვა მარიამმა, გვინდა დაგეხმაროთ. დათოს აქვს იდეები, როგორ გამოვიყვანოთ ვენახი კრიზისიდან, დათომ თავი დაუქნია. მაქვს კავშირები ევროპაში, მყიდველები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ორგანული ღვინით. შეგვიძლია პრემიუმ ბაზარზე გასვლა, გიორგი ფიქრებში ჩაიძირა. ერთი მხრივ სიამაყეს გრძნობდა, რომ მისი შვილები ასე ზრუნავდნენ ოჯახურ ბიზნესზე. მეორე მხრივ ეშინოდა, რომ ისინი რეალობას ვერ აცნობიერებდნენ. ძალიან ბევრი რამ იყო შესაძლებელი, ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. ვალების დასაფარად 3 თვე გვაქვს, თქვა მან ბოლოს, არ მგონია, ამ დროში რაიმე სერიოზული ცვლილების მოხდენა შევძლოთ, დათომ ტუჩები მოკუმა. შევძლებთ, თუ ახლავე დავიწყებთ. მომისმინე, მამა, მაქვს გეგმა, გიორგი მისევ გახედა ვენახს ფანჯრიდან. 3 თაობის შრომა, ცოდნა, ტრადიცია. ამ სიმდიდრის გადარჩენას ახლა მისი შვილები ცდილობდნენ. იქნებ მართლა შესაძლებელი იყო, იქნებ ჯერ კიდევ არსებობდა იმედი. კარგი, თქვა მან ბოლოს, მომიყევი შენი გეგმის შესახებ, და სწორედ ამ დროს ზურაბი შემოვიდა ოთახში, ხელში ქაღალდებით, ვენახის გადარჩენის საკუთარი გეგმით. 3 წყვილი თვალი მიუბრუნდა მას 3 ადამიანი, რომლებმაც არ იცოდნენ, ვინ იყო ეს უცხო კაცი და რატომ შემოდიოდა ასე თავისუფლად მათ სახლში, ბოდიშით შემოსვლისთვის, თქვა ზურაბმა, როცა დაინახა, რომ ოჯახი ერთად საუზმობდა. ბატონმა გიორგიმ თხოვა გეგმის წარმოდგენა, სასადილო ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. დათომ ზურაბს ბოლომდე შეათვალიერა, მის ტანსაცმელს, მის ჟესტებს, მის თავდაჭერას. გიორგიმ ყელი ჩაიწმინდა. ზურაბ, გაიცანი ჩემი შვილები, დათო და მარიამი. შვილებო, ეს ზურაბი გახლავთ, ჩვენი ვენახის ახალი მენეჯერი, დათომ და ზურაბმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, მათ თვალებში ფარული შეფასება და გაზომა იკითხებოდა. ზურაბი 6 თვეა ჩვენთან მუშაობს, განაგრძო გიორგიმ, მას აქვს თანამედროვე ცოდნა მევენახეობაში და ბევრი ინოვაციური იდეა. გამარჯობა, გაიღიმა მარიამმა, სწორედ დროულად მოხვედით, ჩვენც ახალი იდეებით ვართ სავსე, ზურაბმა ქაღალდები მაგიდაზე დადო. დაავადების წინააღმდეგ ორგანული მკურნალობის გეგმაა, აუხსნა იგი გიორგის, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც იქნება. ბიუჯეტი დაახლოებით 15,000 ლარი იქნება, დათომ წარბები აზიდა. ეს ძალიან ძვირია. რა სახის დაავადებაა?
ახალი სახეობის სოკოვანი ინფექციაა, მაგრამ კონტროლის ქვეშ არის, უპასუხა ზურაბმა. ოდნავი გაღიზიანება იგრძნობოდა მის ხმაში. ევროპული მეთოდები მოვიძიე, რომლებიც ორგანული სერტიფიცირების შენარჩუნებას საშუალებას მოგცემს. ევროპული მეთოდები გაიღიმა დათომ, შემთხვევით, რომელი ქვეყნის? გერმანიის და ავსტრიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, უპასუხა ზურაბმა. დათომ გადახედა მამას. ზუსტად ამ საკითხებზე ვმუშაობდი ბოლო 3 წელი. შეიძლება გეგმას გავეცნო, გიორგიმ თავი დაუქნია და ზურაბის ქაღალდები დათოსკენ გასწია. დათომ სწრაფად გადაავლო თვალი, დროდადრო თავს აქნევდა, ან წარბებს იჭმუხნიდა. კარგი დასაწყისია, თქვა მან ბოლოს, მაგრამ არის რამდენიმე უფრო ეფექტური მეთოდი, რომელიც ნაკლები დანახარჯით უფრო სწრაფ შედეგს მოგცემს. ზურაბის სახეზე გაღიზიანება გამოისახა. საკმაოდ ვრცლად ვიკვლიე ეს საკითხი, ბატონო დათო. ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს პირობებში. დათო მიღიმა, მაგრამ მისი ღიმილი არ აღწევდა თვალებამდე. დარწმუნებული ვარ, ასეა. მაგრამ მე უშუალოდ ვიმუშავე ამ პრობლემებზე ბადენ-ვიურტემბერგის ვენახებში. იქ ახალი ბიოლოგიური პრეპარატები გამოიყენეს, რომლებიც ჯერ აქ არ არის შემოსული. ნინომ მზერა გადაატარა ოთახში მყოფებს. დაძაბულობა თითქმის ხელშესახები იყო. იქნებ ერთად იმუშაოთ, შესთავაზა მან ორივეს ცოდნა გამოიყენოთ? რა თქმა უნდა, თქვა ზურაბმა, თუმცა მისი ხმა ამას არ ადასტურებდა. მიხარია, რომ დამხმარე გვეყოლება. მაგრამ დრო ცოტა გვაქვს, ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. ვენახი მაჩვენე უთხრა დათომ, მინდა საკუთარი თვალით ვნახო დაავადების ხარისხი და გავრცელების არეალი. ეს კარგი აზრია, დაეთანხმა გიორგი, მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ზურაბი, დათო და გიორგი ვენახისკენ გაემართნენ. მარიამი მამას დაეწია და ხელი მკლავზე დაადო. მეც წამოვალ. მინდა ყველაფერი ვიცოდე. ვენახის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ახალგაზრდა ვაზები იყო დარგული, დათომ დაიჩოქა და ფოთლებს დააკვირდა. მართლაც, მათზე პატარა, მოთეთრო მოყვითალო ლაქები ჩანდა, ზოგიერთი ფოთოლი უკვე მთლიანად ხმებოდა. როდის შეამჩნიეთ პირველად? კითხა დათომ ზურაბს. 5 დღის წინ, უპასუხა მან, მაგრამ მაშინ მხოლოდ რამდენიმე ვაზზე იყო. ახლა უკვე 1 ჰექტარზე მეტია დაავადებული, დათომ თავი გააქნია. სწრაფად ვრცელდება, მერე მამას შეხედა. ამის გაჩერება შეიძლება, მაგრამ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. მე ვიცი პრეპარატი, რომელიც გერმანიაში ახალი შემუშავებულია. შეიძლება რამდენიმე ფლაკონი ჩამოვატანინო. რამდენი დაჯდება? იკითხა გიორგიმ. დაახლოებით 5,000 ლარი, თუ ტრანსპორტირებასაც გავითვალისწინებთ, უპასუხა დათომ. ზურაბმა ხმამაღლა ჩაიცინა. 5,000 ლარა დაუმტკიცებელ პრეპარატს მოიტან. იცი მაინც ჩვენს ნიადაგზე როგორ იმოქმედებს? დათოს სახე დაეძაბა. ვიცი, რადგან ლაბორატორიულ პირობებში ვცადე მსგავს ნიადაგზე. შენი გეგმა 15,000 ლარი ჯდება და მინიმუმ 2 კვირა დასჭირდება ეფექტის დასანახად. ჩემი მეთოდი 3 დღეში შეაჩერებს დაავადების გავრცელებას. ბიჭებო, ჩაირია გიორგი, ეს შეჯიბრი არ არის. საქმე მამულის გადარჩენაა. შევთანხმდეთ, რომ ორივე გზას მოვსინჯავთ, დათომ და ზურაბმა ერთმანეთს გადახედეს. თუ შეიძლება მეც მინდა რაღაც ვთქვა, ჩაირია მარიამი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო. საქმე მარტო სოკოვან დაავადებაში არ არის. მამა, ჩვენ ვიცით, რომ ბანკს ვალი უნდა დაუფარო. დათოს გეგმა აქვს, როგორ შევქმნათ მეტი შემოსავალი, გიორგიმ შვილს გახედა. როგორ? ღვინის ტურიზმი, უპასუხა დათომ, არაჩვეულებრივი, არამედ პრემიუმ სეგმენტისთვის. ევროპიდან და ამერიკიდან მდიდარი ტურისტები ჩამოვიდნენ, ვინც მზად არიან კარგი გამოცდილებისთვის ბევრი გადაიხადონ. მაგრამ ამისთვის ინფრასტრუქტურა გვჭირდება, პატარა სასტუმრო, დეგუსტაციის სივრცე, რესტორანი. მაგაზე ფული არ გვაქვს, შეაწყვეტინა ზურაბმა, ჯერ არსებული ვენახი გადავარჩინოთ, მერე ვიფიქროთ გაფართოებაზე. ინვესტორი გვყავს, განაგრძო დათომ, ერთ-ერთი გერმანელი მეღვინე, რომელთანაც მუშაობდი. მას სურს ქართული ღვინის პოპულარიზაცია ევროპაში. მზად არის 200,000 ევრო ჩადოს ამ პროექტში, გიორგის თვალები გაუფართოვდა. 200,000 ევრო. ეს ხუმრობა ხომ არ არის? არა, თავი გააქნია დათომ, ის ნამდვილად დაინტერესებულია. მაგრამ გვინდა შენი ნებართვა და ჩართულობა. ეს პარტნიორობა იქნება არა მამულის გაყიდვა, გიორგიმ შუბლი შეიჭმუხნა. ეს იყო ახალი ინფორმაცია, რომელზეც არ იყო მომზადებული. ის ჩვეული იყო დამოუკიდებლად მუშაობას, საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას.
უცხოელი ინვესტორის ჩართვა ნიშნავდა, რომ კონტროლის ნაწილი უნდა დაეთმო. ვინ არის ეს ინვესტორი? იკითხა ზურაბმა, სკეპტიციზმი ისმოდა მის ხმაში. მისი სახელია ჰანს მიულერი, უპასუხა დათომ, რაინლანდის ერთ-ერთი წამყვანი მეღვინე. მას უკვე აქვს ინვესტიციები საფრანგეთსა და იტალიაში, ზურაბმა წარბები აზიდა. ეს ის შენი იდეა, რომ ქართული ვენახი გერმანელს მივყიდოთ, დათომ თვალები დაავიწროა. არავინ არაფერს ყიდის. ეს არის პარტნიორობა, რათა გადავარჩინოთ მამული და გავაფართოვოთ ბიზნესი. მაინც უცხოელის ჩამორევაა ქართულ მიწაში, არ ცხრებოდა ზურაბი. ბატონო გიორგი, თქვენი მამა ამას არ მოიწონებდა, გიორგის სახე დაეძაბა. მართალი იყო, მისი მამა, თეიმურაზი, ყოველთვის ამბობდა, რომ მიწა არ უნდა გავყიდოთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ მემკვიდრეობა, კულტურა, ოჯახის სული. მაგრამ იმასაც ხედავდა, რომ ძველი მეთოდებით გაგრძელება აღარ შეეძლო, ვალები იზრდებოდა, მოსავალი ვერ ფარავდა ხარჯებს და ახალგაზრდა თაობა სხვა მიმართულებით მიდიოდა. ბატონო გიორგი, განაგრძო ზურაბმა, მაქვს ალტერნატიული წინადადება. შევიძლიოთ ადგილობრივი ინვესტორი, ან ავიღოთ გრანტი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მე უკვე დავიწყე მუშაობა საპროექტო განაცხადზე, დათომ ჩაიცინა. გრანტის მოპოვებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება. ამდენი დრო არ გვაქვს. დათო მართალია, ჩაერია მარიამი, გრანტები ძალიან ნელა გაიცემა და არც არის გარანტია, რომ მივიღებთ, გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. კარგი, ასე გავაკეთოთ, დღეს დავიწყოთ ვენახის მკურნალობა. ზურაბ, გამოიყენე შენი მეთოდი იმ ნაკვეთზე, რომელიც უკვე დაავადებულია. დათო, შენ ჩამოატანინე შენი პრეპარატი და გამოსცადე ჯერ პატარა ფართობზე. ნახოთ, რომელი უფრო ეფექტური იქნება. ზურაბმა და დათომ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ორივემ თავი დაუქნია, რაც შეეხება ინვესტიციას, განაგრძო გიორგიმ, მომეციდრო რომ გავიაზრო. ეს დიდი გადაწყვეტილებაა, 4-ვე მდუმარედ გამოემართა უკან სახლისკენ. ჰაერში დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ ასევე მოლოდინი და იმედიც. გიორგი ვენახს გადახედა, ამ მიწას, რომელიც უკვე სამთაობას კვებავდა. ახლა ეს მიწა გზაჯვარედინზე იდგა, ისევე როგორც მისი ოჯახი. დათო, მიმართა გიორგიმ შვილს, როცა სახლს მიუახლოვდნენ, რატომ აქამდე არ მითხარი შენი გეგმების შესახებ? რატომ ასე მოულოდნელად? დათომ ოდნავ დაიხარა თავი. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მომისმენდი. ბოლო წლებში ძალიან იშვიათად ვლაპარაკობდით, გიორგის გული ეტკინა. მართალი იყო, მას შემდეგ, რაც დათო გერმანიაში წავიდა, მათი ურთიერთობა გაცივდა. ბიზნესზე ზრუნვის, ფინანსური პრობლემების და ყოველდღიური საზრუნავის გამო, ვერ პოულობდა დროს შვილთან სათანადო ურთიერთობისთვის. ბოდიშს გიხდით, თქვა მან ბოლოს, ბევრი რამ ხდებოდა აქ. მაგრამ ეს მიზეზი არ არის. მე უნდა მეპოვა დრო, დათომ მამას გახედა, მისი სახე ოდნავ დარბილდა. ამიტომაც ჩამოვედი, მამა. მინდა დავეხმარო. და მინდა, რომ ისევ ოჯახად ვიგრძნოთ თავი, სახლის ტერასაზე ნინო და მარიამი ელოდებოდნენ. ნინოს სახეზე შეშფოთება იკითხებოდა. როგორ ჩაიარა? იკითხა მან. ვცდით ორივე მეთოდს, უპასუხა გიორგიმ, და ასევე გვაქვს გერმანელი ინვესტორის წინადადება, რომელზეც უნდა ვიფიქროთ, ნინომ წარბები აზიდა. ინვესტორი? დიახ, ჩაერია მარიამი, დათოს გეგმაა. მომწონს. ეს არის შანსი, რომ ჩვენი ვენახი უფრო დიდი გახდეს, უფრო წარმატებული, გიორგი ჩაფიქრდა. ის აცნობიერებდა, რომ ახლა არა მხოლოდ სოკოვან დაავადებასთან ჰქონდა საქმე, არამედ გზაჯვარედინთან, სადაც უნდა აერჩია, რა მიმართულებით წაიყვან და ოჯახურ საქმეს, დათოს თანამედროვე საერთაშორისო ხედვით, თუ ზურაბის უფრო ტრადიციული, ადგილობრივი მიდგომით. და ამ არჩევანს უნდა გაეკეთებინა არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ოჯახის ერთიანობის გათვალისწინებითაც. შემოდით შინ, თქვა მან ბოლოს, დღეს საღამოს ვილაპარაკოთ ყველა შესაძლებლობაზე. ახლა კი დავიწყოთ სოკოს წინააღმდეგ ბრძოლა. დრო არ ითმეს და 4-ვე შევიდა სახლში, სადაც ნინო მოთმინებით ელოდა, რათა გაეგო, რა ბედი ეწეოდა მამულს, რომელიც 20 წლის წინ საცოლედ მოიყვანეს და რომელიც ახლა მისთვისაც ისეთივე მშობლიური იყო, როგორც მისი მეუღლისთვის. ნაშუა დღეს გიორგი თავის კაბინეტში იჯდა და ძველ ჟურნალებს ათვალიერებდა. ეს იყო მისი მამის, თეიმურაზის ჩანაწერები ვენახის შესახებ, დეტალური აღწერა იმისა, თუ როგორ უმკლავდებოდნენ სხვადასხვა პრობლემებს წლების განმავლობაში. იქნებ რაიმე ინფორმაცია ეპოვა მსგავსი სოკოვანი დაავადების შესახებ. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და მარიამი შემოვიდა, ხელში 2 ჩიქა ჩაით. ფიქრობდი, ჩაი დაგჭირდებოდა, უთხრა მან მამას და 1 ჩიქა მაგიდაზე დაუდგა.
მადლობა, გაიგიმა გიორგიმ, რასაკეთებ, მარიამმა მხრები აიჩეჩა. დათო და ზურაბი ვენახში არიან, სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას ახორციელებენ. არც ერთს არ უნდა მეორესთან მუშაობა, მაგრამ ცდილობენ, გიორგიმ თავი გააქნია. ვერ ხვდები, რატომ გაჩნდა ასეთი დაძაბულობა მათ შორის. დათომ მხოლოდ დღეს გაიცნო ზურაბი, მარიამმა პირდაპირ მამის თვალებში შეხედა. მარტივია, ორივეს უნდა რომ მართალი იყოს. ორივეს სურს რომ მისი ხედვა განხორციელდეს. დათოს ეშინია რომ ზურაბი მის ადგილს დაიკავებს ვენახში, ზურაბს კი ეშინია რომ დათო მის ავტორიტეტს შეარყევს, გიორგიმ ჭიქა ხელში აიღო. შენ ძალიან დაკვირვებული ხარ, როგორც ყოველთვის, შემდეგ ისევ ძველ ჩანაწერებს დახედა. რას ფიქრობ ამ ინვესტიციის იდეაზე, მარიამმა სკამი ახლოს მიიწია. მგონია, რომ კარგი შანსია. ვენახი მართლა საჭიროებს განახლებას, მამა. ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მიდგომებს. დათოს მართლა აქვს კავშირები ევროპაში, ეს ბლეფი არ არის. მაგრამ უცხოელი ინვესტორი ჩაილაპარაკა გიორგიმ, მამა ჩემი ამას არასდროს დაუშვებდა. ბაბუა სხვა დროს ცხოვრობდა, შეაწყვეტინა მარიამმა, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. ახლა გლობალურ ბაზარზე უნდა გავიდეთ, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, გიორგიმ თავი დაუქნია, მაგრამ სახეზე ეთყობოდა რომ არ იყო დარწმუნებული. წავიკითხე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა ადგილობრივი ფერმერები გაკოტრებამდე მიიყვანეს. ჯერ ფულს დებენ, მერე თავიანთ წესებს აწესებენ და ბოლოს ყველაფერს იღებენ. მარიამმა მამას ხელზე ხელი დაადო. ეს ჰანს მიულერი არ არის ასეთი. დათომ მითხრა, რომ ის პატივს სცემს ადგილობრივ ტრადიციებს. მას სურს, რომ ქართული ღვინო თავისი უნიკალური თვისებებით შევიდეს ევროპულ ბაზარზე, არა როგორც კიდევ ერთი სტანდარტიზებული პროდუქტი. ამ დროს კარზე კვლავ დააკაკუნეს და ნინო შემოვიდა. ხომ არ შემიძლია შემოვიდე, იკითხა მან. რა თქმა უნდა, გაიგიმა გიორგიმ. ნინო მაგიდასთან დაჯდა და ქმარს ხელზე შეეხო. როგორ გრძნობ თავს, გიორგიმ ამოიოხრა. დაბნეული ვარ. უცებ ამდენი რამ შეიცვალა. დათო დაბრუნდა ამ ახალი იდეებით. სოკოვანი დაავადება. ბანკის ვალები. ინვესტიციის შესაძლებლობა, ნინომ თავი დაუქნია. მესმის. მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი დროულად მოხდა? იქნებ ეს არის ნიშანი, რომ დროა რაღაც შეიცვალოს, გიორგიმ ცოლს შეხედა. თითქმის 25 წელი იყო, რაც დაქორწინდნენ და ნინო ყოველთვის მის გვერდით იდგა, ყველაზე რთულ დროსაც კი. მაგრამ ბოლო წლებში, როცა ფინანსური პრობლემები დაიწყო, გიორგი ჩაიკეტა, თავის თავში ჩაიძირა და ნაკლებად უზიარებდა ცოლს თავის ფიქრებსა და შიშებს. მაპატი ეუთხრა გიორგიმ, უცებ რომ ამდენი ხანი ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი. შენთვის არ გამიზიარებია, რა ხდებოდა, ნინომ ხელი მოუჭირა. არაფერია, გიორგი. ვიცი, რამდენად გიყვარს ეს მიწა და როგორ გიჭირს, როცა რაღაც არ გამოდის. მაგრამ ახლა დროა ერთად ვიმოქმედოთ. შვილები დაბრუნდნენ ახალი იდეებით. უნდა მოусმინოთ მათ, გიორგი ფიქრებში ჩაიძირა. ის ხვდებოდა, რომ მართლები იყვნენ, მისი ცოლი და ქალიშვილი. დრო იყო, რომ მიეღო ცვლილებები. მაგრამ რაღაც მაინც აკავებდა. იცით, თქვა მან ბოლოს, როცა მამაჩემა ეს ვენახი გადმომცა, მითხრა, ეს არ არის მხოლოდ მიწა და ვაზი. ეს არის ჩვენი ოჯახის სისხლი და სული, და მეც ასე ვგრძნობდი ყოველთვის. თითქოს ეს ვენახი ჩემი ნაწილია. და ახლა, როცა ვფიქრობ მის გაზიარებაზე ვიღაც უცხოსთან. მამა, ჩაირია მარიამი, ეს არ არის ვენახის გაყიდვა ან დათმობა. ეს არის მისი გაძლიერება, გაფართოება. შენ მაინც იქნები აქ, ისევ შენ მიიღებ გადაწყვეტილებებს. უბრალოდ გექნება მეტი რესურსი და შესაძლებლობა. ამ დროს ოთახში მარცხენა კუთხიდან ძველი კარადა მიიქცევდა ყურადღებას, მუქი ხის მოჩუქურთმებული, რომელიც გიორგის ბაბუის დროიდან იდგა ამ ოთახში. გიორგი წამოდგა და კარადისკენ გაემართა. გააღო ერთ-ერთი უჯრა და ამოიღო ძველი, ტყავისყდიანი ალბომი. ეს ჩემი ბაბუის ალბომია, თქვა მან და მაგიდასთან დაბრუნდა. ადრე ხშირად ვათვალიერებდი, მაგრამ წლები არ გამიხსნია. მარიამმა და ნინომ ცნობის მოყვარეობით გადახედეს, როცა გიორგიმ ალბომი გახსნა. პირველივე გვერდზე იყო შავ-თეთრი ფოტო, ახალგაზრდა კაცი, გიორგის ბაბუა, ალექსანდრე, ვენახში იდგა, გარშემო რამდენიმე მუშა ახვევდა. ეს 1938 წელია, აუხსნა გიორგიმ, როცა ბაბუამ პირველად დარგა ვაზი ამ მიწაზე. მანამდე აქ არაფერი იყო, მხოლოდ გაუკაფავი ტყე და ბუჩქნარი. გადაშალა რამდენიმე გვერდი და აჩვენა ფოტო, სადაც ახალგაზრდა თეიმურაზი, გიორგის მამა, ღვინის ქვევრთან იდგა. ეს 1960-იანი წლებია.
მამა ჩემმა პირველად დაიწყო ღვინის ექსპორტი სხვა რესპუბლიკებში. ეს იყო დიდი მიღწევა მაშინ, მარიამმა კიდევ რამდენიმე გვერდი გადაშალა და გაიღიმა. აი შენც მიუთითა ფოტოზე, სადაც ახალგაზრდა გიორგი იდგა ვენახში, გვერდით ნინო ედგა, ორივე ახალგაზრდა და ბედნიერი. ეს ჩვენი ქორწინების მერე გადაიღეს, აუხსნა ნინომ ქალიშვილს, მაშინ პირველად ჩამოვედი აქ, როგორც შენი მამის ცოლი, გიორგის მზერა ფოტოზე შეჩერდა. ახალგაზრდა წყვილი, სავსე იმედებითა და გეგმებით. რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ. რამდენი სიხარული და ტკივილი გამოიარეს. ალბომის ბოლო ნაწილში უკვე ფერადი ფოტოები იყო, პატარა დათო და მარიამი ვენახში, გიორგი და თეიმურაზი ერთად მუშაობენ, ოჯახური სადილები ვენახის ფონზე. ამდენი წელია ეს ალბომი არ გამიხსნია, თქვა გიორგიმ ჩუმად, როგორ გავიდა დროს. ამ დროს კარზე კვლავ დააკაკუნეს და ოთახში დათო შემოვიდა, ოფლიანი და დაღლილი, მაგრამ სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. მამა, თქვა მან, პირველი ტესტი ჩავატარეთ. ჩემი პრეპარატი მუშაობს. უკვე შევამჩნიეთ, რომ სოკოს გავრცელება შეჩერდა ვაზის იმ ნაწილზე, სადაც ჩემი ხსნარი დავასხით, გიორგი წამოდგა. მართლა? ასე სწრაფად, დათომ თავი დაუქნია. გერმანული ტექნოლოგიაა, ახალი და ინოვაციური. ხვალ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მთელი დაავადებული ნაწილის დამუშავება. სურაბის მეთოდი, იკითხა გიორგიმ. დათოს სახეზე ოდნავი უკმაყოფილება გამოისახა. ჯერ არ ჩანს ეფექტი. ის ამბობს, რომ მინიმუმ 3 დღე დასჭირდება, გიორგიმ თავი დაუქნია. კარგი. დაე, ორივე განაგრძოს. 3 დღის შემდეგ ვნახავთ საბოლოო შედეგებს, დათო ალბომს დააკვირდა. რას ათვალიერებთ? ოჯახურ ისტორიას უპასუხა მარიამმა და ძმას ადგილი დაუთმო. ნახე, აი შენც ხარ, დათომ მიუჯდა და გადაშალა ალბომი. ბავშვობის ფოტოები, ოჯახური მოგონებები, ვენახის ისტორია, ყველაფერი, რაც მის ბავშვობას ახლდა და რაც წლების განმავლობაში გაფერმკრთალდა მის მეხსიერებაში, როცა ევროპაში ცხოვრობდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, თითოეული მათგანი საკუთარ ფიქრებში ჩაიძირა. დათო ფოტოებს ათვალიერებდა, ზოგჯერ ჩერდებოდა და თითით ეხებოდა ამა თუ იმ სურათს. მარიამი აკვირდებოდა ძმას, თითქოს ცდილობდა გამოეცნო მისი ფიქრები. ნინო მეუღლეს უყურებდა, მის თვალებში იმედი და შეშფოთება ერთდროულად ჩანდა. ხოლო გიორგი ფანჯარას გაჰყურებდა, სადაც მზე ნელ-ნელა ეშვებოდა და ვენახს ოქროს ფრადღებავდა. იცი, მამა, თქვა დათომ უცებ, ალბომიდან თავის აუღებლად, როცა გერმანიაში ვიყავი, ხშირად მახსენდებოდა ეს ვენახი. განსაკუთრებით საღამოობით, როცა მზე ასე ანათებს ფოთლებს. ბევრი ლამაზი ვენახი ვნახე ევროპაში, მაგრამ არც ერთი არ იყო ისეთი, როგორიც ჩვენია. გიორგის გული აუჩქარდა ამ სიტყვების გაგონებაზე. მართლა ასე ფიქრობ, დათომ თავი დაუქნია. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ენოლოგია მესწავლა. მინდოდა ისეთი ცოდნა მიმეღო, რომ აქ დაბრუნებისას შემძლებოდა დამეხმარე ჩვენი ვენახისთვის. გიორგი გაოცებული იყო. ის წლების განმავლობაში ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი აღარ ინტერესდებოდა ოჯახური საქმით, რომ მას სხვა გეგმები ჰქონდა, სხვა ცხოვრება. და ახლა აღმოაჩინა, რომ დათო ყოველთვის ფიქრობდა დაბრუნებაზე. რატომ არ მითხარი? იკითხა გიორგიმ. დათო მხრები აიჩეჩა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მიმიღებდი. ბოლო წლებში ძალიან ცოტას ვლაპარაკობდით. ვფიქრობდი, რომ იქნებ უკვე სხვა გეგმები ჰქონდა ვენახისთვის. გიორგიმ თავი გააქნია. ვენახი ყოველთვის შენი იყო, დათო. შენ ხარ ჩემი მემკვიდრე. ყოველთვის ველოდებოდი, რომ დაბრუნდებოდი და გააგრძელებდი ტრადიციას. დათოს თვალები აუწყლიანდა, თუმცა ცდილობდა არ ეჩვენებინა. ეს იყო სიტყვები, რომლებსაც წლების განმავლობაში ელოდა, დადასტურება, რომ მისი ადგილი აქ იყო, რომ მას მისი ოჯახი ელოდა. მე ვფიქრობდი, რომ გაბრაზებული იყავი ჩემზე, თქვა მან ბოლოს, რომ მიტოვე, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. გიორგიმ შვილთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო. არასოდეს ვყოფილ არ გაბრაზებული. უბრალოდ მენატრებოდი. დავწუხდი, რომ ვერ ვახერხებდი შენთან საუბარს იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო. მარიამმა ძმას ხელი გადახვია. იცი, რამდენად ხშირად ლაპარაკობდა შენზე მამა. სულ მეკითხებოდა, რა იცოდა შენზე, როგორ მიდიოდა შენი სწავლა, როდის აპირებდი დაბრუნებას. დათოს თვალები ახლა უკვე ნამდვილად სველი ჰქონდა. ის არ იყო ემოციების გამოხატვის ჩვეული, განსაკუთრებით ოჯახთან, მაგრამ ახლა ვერ იკავებდა. ნინო წამოდგა და სამივეს გადახვია ხელები. აი ეს არის ჩემი ოჯახი, თქვა მან ღიმილით, ასეთი მინდოდა მისი ხილვა ყოველთვის. ბედნიერი მომენტი უცებ შეწყვიტა კარზე კაკუნმა. სურაბი შემოვიდა, სახეზე ოფლის წვეთები ჩამოსდიოდა, თვალებში კი რაღაც ახალი გამომეტყველება ჩანდა.
ბატონო გიორგი, მიმართა, მან ცუდი ამბავი მაქვს. სოკო უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვფიქრობდით. დაავადებამ უკვე მიაღწია ცენტრალურ ნაკვეთებამდე, ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს შეშფოთებით. ცენტრალური ნაკვეთი იყო ვენახის გული, სადაც ყველაზე ძველი და ღირებული ვაზები იზრდებოდა. რამდენად სერიოზულია? იკითხა გიორგიმ. ძალიან სერიოზული, უპასუხა ზურაბმა. თუ არ შევაჩერეთ, შეიძლება მთელი მოსავალი დავკარგოთ, დათო წამოხდა. ახლავე წავიდეთ. ჩემი პრეპარატი უკვე დავამზადე. შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ ცენტრალური ნაკვეთის დამუშავება, ზურაბმა თავი დაუქნია. მეც მზად მაქვს ჩემი ხსნარი. ორივე ერთდროულად გამოვიყენოთ, დრო აღარ გვაქვს ექსპერიმენტებისთვის. გიორგი წამოდგა. კარგი, წავიდეთ. მარიამ, შენც წამოდი, დაგვრჭირდები. ოთხივე სწრაფად გავიდა გარეთ, მზად იყვნენ ებრძოლათ სოკოს წინააღმდეგ, რომელიც მათ ვენახს, მათ მემკვიდრეობას, მათ მომავალს ემუქრებოდა. ნინომ ფანჯრიდან გახედა მათ, როგორც მიემართებოდნენ ვენახისკენ, გიორგი, დათო, მარიამი და ზურაბი ერთად. იქნებ ეს კრიზისი ყოფილიყო ის, რაც მათ ოჯახს ისევ გაერთიანებდა, იფიქრა ნინომ. იქნებ ვენახის გადარჩენა გახდებოდა ის საერთო მიზანი, რომელიც მათ შორის არსებულ უბსკრულებს ამოავსებდა. ეს იყო მისი იმედი, როცა მზე ნელ-ნელა ჩადიოდა კახეთის მთების მიღმა. მზე უკვე ჩასვლას აპირებდა, როცა გიორგი, დათო, მარიამი და ზურაბი ვენახის ცენტრალურ ნაკვეთში მუშაობდნენ. დათო ერთ მწკრივში მიდიოდა და თავის პრეპარატს ასხურებდა ვაზის ფოთლებს, ზურაბი კი პარალელურ მწკრივში მუშაობდა თავისი ხსნარით. მარიამმა ფანარი ეჭირა, რათა მათ ბნელში ემუშავათ, გიორგი კი ზედამხედველობდა მთელ პროცესს. როგორ ფიქრობ, დავასწრებთ? კითხა გიორგი მშვილს. დათომ თავი დაუქნია, სახეზე გადაწყვეტილების გამომეტყველება ჰქონდა. დავასწრებთ, მამა. ეს პრეპარატი ძალიან ეფექტურია. თუ მთელ ღამეს ვიმუშავებთ, დილისთვის შევძლებთ ცენტრალური ნაკვეთის დამუშავებას, ზურაბს სახეზე ეჩვეაღებეჭდა. პრეპარატი კი კარგია, მაგრამ ამ სოკოს გასანადგურებლად დრო სჭირდება. ერთ ღამეში მთლიანად ვერ მოვსპობთ. ჯერ არ ვიცით, უპასუხა დათომ, ჩემი პრეპარატის შემადგენლობაში ახალი აქტიური ნივთიერება, რომელიც პირდაპირ სოკოს სტრუქტურას ანადგურებს. აბა ვნახოთ, ჩაილაპარაკა ზურაბმა სკეპტიკურად, მე მაინც ჩემი მეთოდის იმედი მაქვს. მარიამი ძმას გვერდით მიუდგა. როგორ ფიქრობ, რამდენად დაზიანებულია ვაზი? დათომ შუბლი შეიჭმუხნა. საკმაოდ სერიოზულადაა. მაგრამ ვაზი ძლიერია, განსაკუთრებით ქართული ჯიშები. თუ სოკოს დროულად შევაჩერებთ, ვაზი გადარჩება და აღდგება, მუშაობა გრძელდებოდა, ჯერ ბინდში, შემდეგ კი სრულ სიბნელეში, მხოლოდ ფანრების სინათლეზე. გარშემო მწერების ხმა ისმოდა, დრო და დრო ღამის ფრინველების ძახილიც აღწევდა. ვენახიდან მოდიოდა მიწისა და ფოთლების სურნელი, რომელსაც ახლა ქიმიკატების სუნიც ერეოდა. საათების შემდეგ ზურაბმა დაიწყო საუბარი, თითქოს ცდილობდა დაღლილობა დაეძლია. დათო, როგორ მოგაფიქრდა ენოლოგიის სწავლა? დათო გაოცდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ზურაბმა პირადი შეკითხვა დაურსვა. სიმართლე გითხრა, თავიდან არ მინდოდა ვენახში მუშაობა. თბილისში ვაპირებდი ცხოვრებას, ბიზნესის გაკეთებას. მაგრამ როცა გერმანიაში ჩავედი, შევხვდი რაინლანდის მეღვინეებს. მათ ისეთი პატივით და სიყვარულით ელაპარაკებოდნენ თავიანთ ვენახებზე, რომ მახსენდებოდა, როგორ ლაპარაკობდა მამაჩემი ჩვენს ვენახზე. და მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული, რაც არ მინდოდა დამეკარგა, გიორგის გულია უჩქარდაშვილის ნათქვამის გაგონებაზე. ის არასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი სიტყვები და მისი დამოკიდებულება ვენახისადმი ასე ღრმად აღიბეჭდა შვილის გულში. ზურაბმა თავი დაუქნია. საინტერესოა. მეც მსგავსი გზა გავიარე. ჩემი მშობლები არ იყვნენ მევენახეები, მაგრამ ბავშვობაში ბაბუა ჩემთან ვზრდებოდი, რომელსაც პატარა ვენახი ჰქონდა. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ვაზის მოვლა არის არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესი, დათო დაინტერესდა. სად იყო შენი ბაბუის ვენახი? აქვე, კახეთში, ახმეტის რაიონში, უპასუხა ზურაბმა. პატარა იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა. სამწუხაროდ 90-იან წლებში მიატოვა, ვერული და ფინანსური პრობლემების გამო. ნაწილობრივ ამიტომაც დავინტერესდი მევენახეობით, განაგრძო ზურაბმა, მინდოდა გამეგრძელებინა ის, რაც ბაბუამ ვერ შეძლო, ახლა უკვე მარიამიც ჩაერთო საუბარში. საინტერესოა, როგორ დაუკავშირდა ერთმანეთს ჩვენი ისტორიები. ორივე ცდილობთ შეინარჩუნოთ რაღაც ღირებული წარსულიდან, ზურაბი და დათო ერთმანეთს შეხედეს, თითქოს პირველად დაინახეს ერთმანეთი ახალი თვალით. შეიძლება ამიტომაც ვართ ასე ჯიუტები ორივე, გაიღიმა დათომ, ორივე გვინდა, რომ ჩვენი გზა იყოს სწორი, ზურაბმაც გაიღიმა.
შესაძლოა. მაგრამ ახლა ორივეს ერთი მიზანი გვაქვს, ამ ვენახის გადარჩენა. გიორგიმ ჩუმად ამოისუნთქა. იქნებ ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი იყო ამ ორი ახალგაზრდა კაცის თანამშრომლობა. იქნებ ისინი შეძლებდნენ ერთად მუშაობას ვენახის საკეთილდღეოდ. მათი საუბარი გააწყვეტინა მარიამის შეძახილმა. შეხედეთ, მიუთითა ის ვაზის ფოთლებზე, რომლებიც დათოს პრეპარატით იყო დამუშავებული. ლაქები შემცირდა, ყველა დაიხარა, რომ უკეთ დაენახა. მართლაც ფოთლებზე არსებული თეთრი ლაქები, რომლებიც სოკოვან დაავადებას მიუთითებდა, თითქოს შემცირებული იყო, ზოგი კი საერთოდ გამქრალიყო. გასაოცარია, თქვა ზურაბმა გულწრფელი აღფრთოვანებით, ასე სწრაფად მოქმედებს, დათოს სახეზე კმაყოფილება გამოისახა. გითხარი, რომ ეს ახალი ფორმულაა. გერმანიაში ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულად იყენებენ, მაგრამ შედეგები შთამბეჭდავია. გიორგი იდგა და თვალებს არ უჯერებდა. იქნებ მართლა იყო იმედი. იქნებ შეძლებდნენ ვენახის გადარჩენას. ჩემი ხსნარის ეფექტი ჯერ არ ჩანს, აღიარა ზურაბმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დილით უკვე დავინახავთ შედეგს. ორივე პრეპარატი ერთად უფრო ეფექტური იქნება, მუშაობა გაგრძელდა გამთენიამდე. როცა პირველი სხივები გამოჩნდა ჰორიზონტზე, 4-ვე დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი იყო, მათ მოასწრეს მთელი ცენტრალური ნაკვეთის დამუშავება. ახლა დასვენების დროა, თქვა გიორგიმ. წავიდეთ შინ, დავიძინოთ რამდენიმე საათი და მერე ვნახოთ, როგორი შედეგი გვაქვს. სახლში დაბრუნებისას მათ ნინო დახვდათ, რომელიც მთელი ღამე არ დაძინებულა მათ ლოდინში. როგორ წავიდა? იკითხა მან შეშფოთებით. კარგად, უპასუხა გიორგიმ, დათოს პრეპარატი მუშაობს. უკვე დავინახეთ პირველი შედეგები, ნინო მშვებით ამოისუნთქა. ღმერთს მადლობა. ახლა ყველამ დაისვენეთ, საუზმე მოგვიანებით იქნება, რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ყველა გამოიძინებდა, ისინი ისევ შეიკრიბნენ სამზარეულოში. ნინომ დიდი საუზმე მოამზადა, ხაჭაპური, კვერცხი, ყველი, მწვანილი, ჩაი. 4-ვე მშიერი იყო მთელი ღამის მუშაობის შემდეგ. როდის წავალთ ვენახში? იკითხა მარიამმა, პირში ლუკმა რომ ჰქონდა. როცა დავასრულებთ ჭამას, უპასუხა გიორგიმ, მაგრამ ჯერ მინდა რომ რაღაც განვიხილოთ, ყველამ მას შეხედა. გიორგიმ ჭიქა ჩაი მოსვა და განაგრძო. მთელი ღამე ვფიქრობდი ამ ინვესტიციის იდეაზე. და გადავწყვიტე, რომ უნდა შევხვდე ამ გერმანელ ინვესტორს, ჰანს მიულერს, დათოს სახე გაბრწყინდა. მართლა, ეს შესანიშნავია, მამა. შემიძლია ახლავე დავუკავშირდე მას. ის უკვე გამოთქვამდა სურვილს, რომ ჩამოსულიყო და ვენახი დაეთვალიერებინა. ჯერ სოკოვანი დაავადება დავამარცხოთ, შეახსენა გიორგიმ, მერე მოვიწვიოთ სტუმარი. რა თქმა უნდა, დაეთანხმა დათო, მაგრამ მინდა რომ იცოდე, ჰანსი არ არის ჩვეულებრივი ბიზნესმენი. მას მართლა უყვარს ღვინო და კულტურა, რომელიც მის უკან დგას. ის პატივს სცემს ტრადიციებს, გიორგიმ თავი დაუქნია. იმედია, ასია. ვნახოთ, ზურაბი ჩუმად იჯდა რაღაც მოაზრებული სახით. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ეთქვა, რაც აწუხებდა. ბატონო გიორგი, მესმის თქვენი ინტერესი ინვესტიციის მიმართ. მაგრამ მინდა, რომ ფრთხილად იყოთ. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს წილი ქართულ ვენახებში და მერე ადგილობრივმა მფლობელებმა საერთოდ დაკარგეს კონტროლი. ჰანსი ასეთი არ არის, შეეწინააღმდეგა დათო, მას უნდა პარტნიორობა, არა მფლობელობა. ყველა ასე ამბობს თავიდან, შენიშნა ზურაბმა, მაგრამ კონტრაქტში ხშირად ისეთი პუნქტებია, რომლებიც მოგვიანებით პრობლემებს ქმნის, გიორგიმ ხელი ასწია. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ჯერ ვენახი ვნახოთ, საუზმის შემდეგ 4-ვე წავიდა ვენახში. ნინოც გაჰყვა მათ, მასაც უნდა დაენახა, რა შედეგი მოიტანა მათმა ღამის შრომამ. როგორც კი მიუახლოვდნენ ცენტრალურ ნაკვეთს, შედეგი თვალნათლივ გამოჩნდა. იმ ვაზებს, რომლებიც დათოს პრეპარატით იყო დამუშავებული, თითქმის აღარ ეტყობოდა დაავადების ნიშნები. ფოთლები უფრო მწვანე და ჯანმრთელი ჩანდა, ლაქები კი გამქრალიყო. გასაოცარია, შესძახა მარიამმა, იმუშავა, დათოს სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა. მართლაც რომ იმუშავა. უკეთ ვიდრე ველოდი, ზურაბის პრეპარატით დამუშავებულ ვაზებსაც ეტყობოდა გაუმჯობესება, თუმცა ნაკლებად თვალსაჩინო. ჩემი მეთოდი უფრო ნელა მოქმედებს, აუხსნა მან დანარჩენებს, მაგრამ ეფექტი გრძელვადიანი იქნება. ეს პრეპარატი ასევე ამაგრებს ვაზის იმუნიტეტს, რომ მომავალში უფრო მედეგი იყოს დაავადებების მიმართ. გიორგიმ ორივეს მხარზე ხელი დაადო. ორივე მეთოდი ეფექტურია, თითოეული თავისებურად. მშვენიერი გუნდი ხართ, დათო და ზურაბი ერთმანეთს შეხედეს, ჯერ გაკვირვებით, მერე კი პატივისცემით.
თუმცა სურაბს მაინც ეტყობოდა მცირე იმედგაცრუება, რომ მისი მეთოდი არ იყო ისეთივე სწრაფი და თვალსაჩინო. გიორგიმ შენიშნა ეს და ზურაბთან ახლოს მივიდა. შენი იდეა ორგანული მკურნალობის შესახებ სწორი იყო, უთხრა მან და ვაზის იმუნიტეტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ჩვენ გვჭირდება როგორც სწრაფი გადაწყვეტა, ისე გრძელვადიანი დაცვა, ზურაბმა მადლიერებით დაუქნია თავი. მადლობა, ბატონო გიორგი. ვფიქრობ, ორივე მეთოდის კომბინაცია მართლაც საუკეთესო გადაწყვეტაა. მარიამმა ტელეფონი ამოიღო. უნდა გადავიღო რამდენიმე ფოტო. ეს არის დასაწყისი ჩვენი ახალი მარკეტინგული კამპანიის როგორ ვებრძვით სოკოვან დაავადებას ორგანული მეთოდებით. წარმოიდგინეთ, რამდენად დააინტერესებს ეს ამბავი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ორგანული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება. დათოს თვალები გაუბრწყინდა. მარიამ, ეს ბრწყინვალე იდეაა. ჩვენ შეგვიძლია მთელი ეს ისტორია, ბრძოლა სოკოს წინააღმდეგ ორგანული მეთოდები, ვენახის გადარჩენა, გამოვიყენოთ ჩვენი ბრენდის ისტორიად. აბსოლუტურად დაეთანხმა მარიამი, ადამიანებს უყვართ ამბები, განსაკუთრებით ნამდვილი, აუთენტური ამბები ოჯახების, ტრადიციების და გამოწვევების შესახებ. გიორგი დააკვირდა თავის შვილებს. ისინი არა მხოლოდ ვენახს იცავდნენ, არამედ უკვე ფიქრობდნენ, როგორ შეექმნათ უკეთესი მომავალი ამ ბიზნესისთვის. ისინი ხედავდნენ შესაძლებლობებს იქ, სადაც ის მხოლოდ პრობლემებს ხედავდა. იქნებ ეს იყო ახალი თაობის ძალა, ოპტიმიზმი და ინოვაცია, რომელიც მას უკვე დაკარგული ჰქონდა. კარგი, თქვა მან, ახლა დავასრულოთ დანარჩენი ვენახის დამუშავება. გვაქვს კიდევ ერთი ან ორი დღე ინტენსიური მუშაობის და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, სოკოს დავამარცხებთ. მარიამმა ხელი ასწია, თითქოს სკოლის მოსწავლე იყო. მაქვს იდეა. თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, მოდი ვაკეთოთ დიდი ზეიმი. მოვიწვიოთ მეზობლები, მეგობრები, ყველა, ვინც დაგვეხმარა. იქნება ღვინის დეგუსტაცია, ცეკვას, სიმღერა. გავაცნოთ ყველას ჩვენი ახალი გეგმები ვენახისთვის, გიორგის და ნინოს ერთმანეთისთვის გადახედეს და ორივემ გაიღიმა. მათ არ ახსოვდათ, როდის იყო ბოლოს მარიამი ასეთი აღფრთოვანებული და ენთუზიაზმით სავსე. შესანიშნავი იდეა, დაეთანხმა ნინო, ბოლოს მსგავსი ზეიმი მაშინ გქონდა, როცა პირველად გავიტანეთ ჩვენი ღვინო ექსპორტზე, 10 წლის წინ. მაშინ გადაწყდა დაასკვნა გიორგი, ჯერ დავამარცხოთ ეს სოკოვანი დაავადება, მერე კი ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება. ხუთივე დაბრუნდა სახლში, რათა მომზადებულიყვნენ ვენახში ხანგრძლივი მუშაობისთვის. გიორგი ჩაფიქრებული იყო, სოკოვანი დაავადება, როგორც ჩანდა, დამარცხებული იქნებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. წინ ჯერ კიდევ იდგა რთული გადაწყვეტილება ინვესტიციის შესახებ, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეცვლიდა მათი ოჯახური ბიზნესის ბედს. 3 დღის განუწყვეტელი მუშაობის შემდეგ სოკოვანი დაავადება დამარცხებული იყო. დათოს სწრაფი და ეფექტური პრეპარატი ანადგურებდა სოკოს, ხოლო ზურაბის ხსნარი ამაგრებდა ვაზის იმუნიტეტს, რათა მომავალში მსგავსი დაავადებები არ განვითარებულიყო. ვენახი ისევ მწვანედ გამოიყურებოდა, ფოთლები აღარ ხმებოდა და ვაზი კვლავ ჯანმრთელად იზრდებოდა. გიორგი ტერასაზე იდგა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ვენახს. მზე ჩადიოდა ოქროსფრად ანათებდა ვაზის რიგებს და კახეთის მთებს. მის გვერდით ნინო იდგა, მხარზე ხელი ჰქონდა ჩამოდებული. ლამაზია, არა, თქვა ნინომ. გიორგიმ თავი დაუქნია. ყოველთვის ლამაზი იყო. ახლა კიდევ უფრო ლამაზია, რადგან თითქმის დავკარგე და ისევ დავიბრუნე. ნინომ მეუღლეს გადახედა. გადაწყვიტე, რას ეტყვი ჰანს მიულერს. და თუ ამბობს, რომ ის ხვალ ჩამოდის, გიორგიმ ამოიოხრა. ჯერ არ ვიცი. ჩემი გული მეუბნება, რომ ეს მიწა ჩვენია მაისურაძეების და ასე უნდა დარჩეს. მაგრამ გონება მეუბნება, რომ ვალები გვაქვს და ინვესტიცია შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს, რომ ვენახი გადავარჩინოთ. რას ფიქრობ დათოზე? მის მოტივებზე, იკითხა ნინომ. ფიქრობ, რომ მას ნამდვილად უნდა ამ მამულის წარმატება, უპასუხა გიორგიმ, ის დაბრუნდა არა იმიტომ, რომ გაყიდოს ან უარი თქვას მემკვიდრეობაზე, არამედ იმიტომ, რომ გადაარჩინოს და განავითაროს. მას აქვს ცოდნა, ენთუზიაზმი და ხედვა, რომელიც მე შეიძლება აღარ მაქვს. და ზურაბი, განაგრძო ნინომ, ის ძალიან ერთგულია შენი და ამ ვენახის. მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ ცოტა ეჩვიანობს დათოზე, გიორგიმ გაიღიმა. შესაძლოა. ზურაბმა ბევრი იშრომა აქ და უცებ ჩემი შვილი ბრუნდება და ყველაფერს ცვლის. ბუნებრივია, რომ დაძაბულობა იქნება. მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკვე პოულობენ საერთო ენას. ამ დროს ტერასაზე მარიამი გამოჩნდა ხელში ლეპტოპით.
კარგი ამბავი მაქვს, თქვა მან აღფრთოვანებით, ჩემი პოსტი ჩვენი ბრძოლის შესახებ სოკოვან დაავადებასთან ვირუსულად ვრცელდება სოციალურ მედიაში. უკვე ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს, გიორგიმ გაკვირვებით შეხედა ქალიშვილს. რა პოსტი? გუშინ რომ ფოტოები გადავიღე ვენახში, მოკლე ტექსტი დავწერე ჩვენი ბრძოლის შესახებ და ავტვირთე, აუხსნა მარიამა, ხალხს ძალიან მოსწონს ორგანული მეთოდებით ბრძოლის ამბავი. განსაკუთრებით ევროპიდან და ამერიკიდან მოდის ინტერესი, ნინომ ღიმილით გადახედა ქმარს. ხედავ. უკვე იწყება. ჩვენი ისტორია აინტერესებთ ადამიანებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია, განაგრძო მარიამა, წარმოიდგინე რა იქნება, როცა რეალურად დავიწყებთ ღვინის ტურიზმს, როცა ადამიანები შეძლებენ აქ ჩამოსვლას, ჩვენი ვენახის ნახვას, ჩვენი ღვინის დაგემოვნებას. გიორგი გაოცებული იყო ქალიშვილის ენთუზიაზმით. შენს გაინტერესებს ღვინის ტურიზმი? მეგონა, მხოლოდ დათოს იდეა იყო, მარიამა მხრებია იჩეჩა. მომწონს იდეა. და კარგად გამომდის სოციალური მედიის მართვა, მარკეტინგი. შემიძლია დავეხმარო ამ მხრივ, გიორგიმ ჩაიცინა. ასე გამოდის, რომ მთელი ოჯახი ერთვება ამ ახალ საქმეში. რატომაც არა, გაიგიმა მარიამმა, ეს ხომ ოჯახური ბიზნესია. თითოეულს შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი იმით, რაც კარგად გამოგვდის, ამ დროს ტერასაზე დათო და ზურაბი გამოჩნდნენ. ისინი ვენახიდან ბრუნდებოდნენ, დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები. როგორ არის ვენახი? იკითხა გიორგიმ. შესანიშნავად უპასუხა დათომ, სოკო პრაქტიკულად აღარ ჩანს. ვაზი უკვე იწყებს ახალი, ჯანმრთელი ფოთლების გამოტანას. ფიქრობ, გადარჩება მოსავლის უმეტესი ნაწილი და ამატა ზურაბმა, მართალია, გარკვეული დანაკარგი გვექნება, მაგრამ არა ისეთი სერიოზული, როგორც თავიდან ვშიშობდით, გიორგის სახეზე შვება გამოეხატა. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. და კიდევ ერთი სიახლე, თქვა დათომ, ჰანსმა დაადასტურა, რომ ხვალ ჩამოდის. 3 საათისთვის ჩამოფრინდება თბილისში, მე დავხვდები და მოვიყვან აქ, გიორგიმ ღრმა დამოისუნთქა. დრო მოვიდა გადაწყვეტილების მისაღებად. კარგი. შევხვდეთ და მოვისმინოთ, რას გვთავაზობს, ზურაბს სახე დაეძაბა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დაუქნია და სახლში შევიდა. დათო მამასთან მივიდა. მადლობა, მამა. ვიცი, რომ ეს ადვილი გადაწყვეტილება არ არის შენთვის, გიორგიმ შვილს მხარზე ხელი დაადო. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. უბრალოდ მოვუსმენთ მის წინადადებას. ვიცი, გაიგიმა დათომ, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ მზად ხარ მოусმინო. იმ საღამოს ვახშმის შემდეგ ზურაბი გიორგის კაბინეტში მივიდა. ბატონო გიორგი, შეიძლება რამდენიმე წუთით? რა თქმა უნდა, ზურაბ, შემოდი, უპასუხა გიორგიმ. ზურაბი დაჯდა და თავი ოდნავ დახარა. მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი ქცევისთვის. დათოს ჩამოსვლის შემდეგ ცოტა დაძაბული ვიყავი, გიორგიმ ხელი ასწია. არაფერია, ზურაბ. ბუნებრივია, რომ დაძაბულობა იყო. შენ აქ მუშაობდი, ზრუნავდი ვენახზე და უცებ ჩემი შვილი ჩამოვიდა ახალი იდეებით. ეს არ არის მხოლოდ ეს, განაგრძო ზურაბმა, მე ვიცი, რამდენად გიყვართ ეს მიწა და ეს ვენახი. ვიცი, რომ ეს არის თქვენი ოჯახის მემკვიდრეობა. და მეშინოდა, რომ ინვესტორის შემოსვლით ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, გიორგი დაფიქრდა. შენ ძალიან ერთგული ხარ, ზურაბ, და ამას ვაფასებ. მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ, ჩვენ გვაქვს ვალები და ბანკი ითხოვს გადახდას. თუ არ გადავიხდით, შეიძლება დავკარგოთ ნაწილი ვენახის. ვიცი, დაუქნია თავი ზურაბმა და მივხვდი, რომ დათოს იდეა შეიძლება მართლაც კარგი იყოს. მე უბრალოდ მინდა, რომ ფრთხილად იყოთ. დარწმუნდეთ, რომ კონტრაქტი კარგად არის შედგენილი, რომ ეს ინვესტორი მართლაც პატივს სცემს ტრადიციებს, გიორგიმ თავი დაუქნია. ასეც ვიზამ. მადლობა შენი გულწრფელობისთვის, ზურაბი წამოდგა. კიდევ ერთი რამ მინდოდა მეთქვა. დათოს პრეპარატი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა. ის კარგი სპეციალისტია. ფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია კარგად ვითანამშრომლოთ, თუ ის აქ დარჩება, გიორგის გაეღიმა. მიხარია ამის მოსმენა, ზურაბ. ვენახს სჭირდება ორივე თქვენგანი, შენი გამოცდილება და დათოს ინოვაციური იდეები. როცა ზურაბი წავიდა, გიორგი ფანჯარასთან დადგა და ვარსკვლავებით მოჭედილს ასახედა. ხვალ მნიშვნელოვანი დღე იყო, ის შეხვდებოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო შეეცვალა მათი ოჯახური ბიზნესის მომავალი. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ის გრძნობდა, რომ მზად იყო მოესმინა, რას სთავაზობდნენ. დილით, როცა ოჯახი საუზმისთვის შეიკრიბა, დათო უკვე ჩაცმული იყო წასასვლელად. როდის ჩამოდის ჰანსი? იკითხა მარიამმა.
თვითმფრინავი დაჯდება 3 საათზე, უპასუხა დათომ, მაგრამ მე ადრე მივდივარ, მინდა რამდენიმე საქმე მოვაგვარო თბილისში. რამდენი ხნით აპირებს დარჩენას? იკითხა ნინო. 2 დღით, უპასუხა დათომ, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება გახანგრძლივდეს მისი ვიზიტი, გიორგი მყავა მოსვა. ვეცდები რომ ღია გონებით მოусმინო მის წინადადებას, დათომ მამას გახედა მადლიერების გამომეტყველებით. მადლობა, მამა. ვიცი რომ ეს არ არის ადვილი შენთვის, გიორგიმ ამოიოხრა. იცი, მთელი ღამე ვფიქრობდი. ვფურცლავდი ბაბუა ჩემის და მამა ჩემის ძველ ჩანაწერებს. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ვენახის გაუმჯობესებას, ახალი მეთოდების დანერგვას. ბაბუამ შემოიტანა ახალი ჯიშები, მამამ დაიწყო ღვინის ექსპორტი. მათ არ ეშინოდათ ცვლილებების. იქნება ახლა ჩემი დროა, რომ ახალი ნაბიჯი გადავდგა, დათოს სახე გაბრწყინდა. ასეც არის, მამა. ეს არ არის ტრადიციებზე უარის თქმა. ეს არის მათი გაგრძელება, ახალ გარემოში ადაპტირება, მარიამმა ხელი აწია. დიახ, მე ვეთანხმები. და გარდა ამისა, ეს იქნება დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის ყველასთვის. დათო იქნება ღვინის წარმოების მხარეს, ზურაბი, ვენახის მოვლის, მე მარკეტინგის და ტურიზმის, მამა კი საერთო ხელმძღვანელობის. ნინო უსმენდა ამ საუბარს და გული უთბებოდა. ბოლო წლებში მისი ოჯახი თითქოს დაშორებული იყო ერთმანეთს, გიორგი ჩაძირული იყო ვენახის პრობლემებში, დათო შორს იყო გერმანიაში, მარიამი თბილისში ცხოვრობდა. და აი, უცებ, ყველა ისევ ერთად იყო, საერთო მიზნით, საერთო ოცნებით. თუ გახსოვთ, თქვა ნინომ, როცა დათო და მარიამი პატარები იყვნენ, ვენახში თამაშობდნენ. დათო ამბობდა, რომ ის იქნებოდა მეღვინე, ხოლო მარიამი, მისი ასისტენტი. თქვენ აშენებდით პატარა ქოხებს ვაზებს შორის და წარმოიდგენდით, რომ ეს იყო თქვენი ღვინის ქარხანა. დათო და მარიამი გაეცინათ ამ მოგონებაზე. მახსოვს, თქვა დათომ, მარიამს ყოველთვის უნდოდა, რომ თავად ყოფილიყო მეღვინე და არა ასისტენტი. რა თქმა უნდა, შესძახა მარიამა, შენ ყოველთვის გინდოდა ყველაფრის ხელმძღვანელობა, ოჯახი სიცილით შეხვდა ამ მოგონებებს. ეს იყო პირველი ნამდვილი უზრუნველი სიცილი მათ სახლში მრავალი თვის განმავლობაში. კარგი, თქვა დათომ, როცა წამოდგა მე წავედი. საღამოს დაუბრუნდები ჰანსთან ერთად, გიორგიმ თავი დაუქნია. ჩვენ მზად ვიქნებით. ნინო, დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავ ვახშამს მოამზადებ ჩვენი სტუმრისთვის, ნინომ გაიღიმა. რა თქმა უნდა. ყველაფერი მზად იქნება, დათო წავიდა, ხოლო დანარჩენები დარჩნენ, რათა მოემზადებინათ ყველაფერი სტუმრის მისაღებად. გიორგი ნერვიულობდა, მაგრამ ამავდროულად გრძნობდა რაღაც ახალს, თითქოს გაუიძებული მეც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩამქრალი იყო. იცით, თქვა მან ნინოს და მარიამს, მიუხედავად იმისა, რა მოხდება დღეს, მე მჯერა, რომ ჩვენ გავუმკლავდებით. როგორც ოჯახი, ნინომ და მარიამმა თავი დაუქნიეს. ისინიც გრძნობდნენ ამას, ახალ დასაწყისს, ახალ იმედს, ახალ შესაძლებლობებს. კრიზისმა, რომელიც თითქოს უნდა დაენგრია ყველაფერი, საბოლოოდ მოიტანა რაღაც ძვირფასი, ოჯახის ერთიანობა, რომელიც თითქმის დაკარგული იყო. ნაშუა დღეს გიორგი, ნინო, მარიამი და ზურაბი მზად იყვნენ სტუმრის მისაღებად. სახლი იდეალურად დალაგებული იყო, ნინოს ტრადიციული კერძები მოემზადებინა, ხოლო გიორგის საუკეთესო ღვინოები ამოეტანა მარნიდან, მათ შორის რამდენიმე ძველი მოსავალი, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის ინახავდა. გულის ფანცქალი მაქვს აღიარა ნინომ, როცა ბოლოჯერ გადაამოწმა სუფრა, თითქოს გამოცდაზე მივდივარ, გიორგიმ გაიღიმა. მეც ასე ვგრძნობ. მაგრამ გავუძლებთ. ეს უბრალოდ შეხვედრა, მოლაპარაკება. არაფერს გადავწყვეტთ, სანამ კარგად არ გავიაზრებთ ყველაფერს. მარიამი ფანჯარასთან იდგა და გზას გაჰყურებდა. მოდიან, შესძახა მან უცებ. გიორგი, ნინო და ზურაბი ფანჯარასთან მივიდნენ. შორიდან მოჩანდა დათოს მანქანა, რომელიც მიუახლოვდებოდა სახლს. 4-ვე გავიდა ეზოში, რათა დახვედროდნენ სტუმარს. მანქანა გაჩერდა და პირველად დათო გადმოვიდა, მის უკან კი მაღალი, გამხდარი, ჭაღარაშერეული კაცი, დაახლოებით 60 წლის, სპორტული, მაგრამ ელეგანტური ჩაცმულობით. მამა, დედა, მარიამ, ზურაბ მიმართა დათომ, გაიცანით ჰანს მიულერი, რაინლანდის ერთ-ერთი წამყვანი მეღვინე და ჩემი მეგობარი, ჰანსმა ხელი გაუწოდა ჯერ გიორგის. დიდი მადლობა, რომ მიმიღეთ თქვენს სახლში, ბატონო მაისურაძე. დათომ ბევრი მომიყვა თქვენი ვენახისა და ღვინის შესახებ. მოგესალმებით, უპასუხა გიორგიმ, იმედი მაქვს, სასიამოვნო მგზავრობა გქონდათ. ზურაბი ცოტა განზე იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა გერმანელ სტუმარს. მისი თვალები შეისწავლიდნენ ჰანსის ყოველ ჟესტს, ცდილობდა გამოეცნო მისი ნამდვილი ზრახვები.
სახლში შესვლისას ჰანსმა შეაჩერა ნაბიჯი და დააკვირდა მთავარ დარბაზში გამოფენილ ძველ ფოტოებს, გიორგის ბაბუა, მამა და თვითონ გიორგი ახალგაზრდობაში, ყველა ვენახში. ეს თქვენი ოჯახის ისტორიაა? იკითხა ჰანსმა. გიორგიმ თავი დაუქნია. დიახ. ეს ჩემი ბაბუა იყო, ალექსანდრე, რომელმაც პირველად დარგა ვაზი ამ მიწაზე 1930-იან წლებში. ეს კი ჩემი მამა, თეიმურაზი, რომელმაც გააფართოვა ვენახი და დაიწყო ღვინის ექსპორტი. ჰანსი დაინტერესებით ათვალიერებდა ფოტოებს. შესანიშნავია. ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ზუსტად ასე იყო ჩემს ოჯახშიც, რაინლანდში. ამ სიტყვებზე გიორგის თვალები ცოტა გაუნათდა. იქნებ ჰანსი მართლა იყო ის, ვინც პატივს სცემდა ტრადიციებს, როგორც დათო ამბობდა. ვენახის დათვალიერებისას ჰანსი შეჩერდა ერთ-ერთ უძველეს ვაზთან და ხელით შეეხო მის ღერს. ეს რქაწითელია? იკითხა მან. გიორგი გაოცდა. დიახ, საიდან იცით? ჰანსმა გაიღიმა. წლებია ვსწავლობ ქართულ ვაზის ჯიშებს. ქართული მევენახეობის ტრადიცია უძველესია მსოფლიოში 8000 წლის ისტორიით. ეს არის საგანძური, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს. დათომ მამას თვალი ჩაუკრა, თითქოს ეუბნებოდა, ხომ გითხარი, რომ ის განსხვავებულია. ვენახის დათვალიერების შემდეგ ყველანი დაბრუნდნენ სახლში სადილისთვის. ნინოს მოემზადებინა ტრადიციული ქართული კერძები, ხინკალი, მწვადი, ბადრიჯანი ნიგუზით და რა თქმა უნდა ხაჭაპური. ეს არის ნამდვილი ნადიმი, თქვა ჰანსმა აღფრთოვანებით, როცა დააგემოვნა კერძები. ქართული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. გიორგიმ ღვინის ბოთლი გახსნა. ეს არის ჩვენი 2015 წლის რქაწითელი. ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი იყო. ჰანსმა ღვინო დააგემოვნა და თვალები დახუჭა, თითქოს ცდილობდა ყველა ნიუანსის დაჭერას. შესანიშნავია, თქვა მან ბოლოს, მინერალური, სუბუქი თაფლის ნოტებით, მაგრამ ამავდროულად მშრალი და ელეგანტური. ეს არის ზუსტად ის, რასაც ევროპელი მომხმარებელი ეძებს დღეს, აუთენტური ისტორიულ ღვინოს, რომელიც განსხვავდება სტანდარტული, კომერციული ღვინოებისგან. სადილის შემდეგ, როცა დესერტს მიირთმევდნენ, ჰანსმა დაიწყო საუბარი თავისი წინადადების შესახებ. ბატონო გიორგი, მიმართა მან მასპინძელს, დათომ უკვე გითხრათ ჩემი იდეის შესახებ. მინდა რომ ინვესტიცია ჩავდო თქვენს ვენახში, არა იმიტომ რომ მინდა მისი შეცვლა, არამედ პირიქით, მინდა დავეხმარო მის ტრადიციების შენარჩუნებაში და ამავდროულად ახალ ბაზრებზე გატანაში. გიორგი ყურადღებით უსმენდა. და რას ითხოვთ სანაცვლოდ? მინდა რომ ვიყო პარტნიორი, უპასუხა ჰანსმა, რომ ვიქონიო წილი ბიზნესში, მაგრამ არა უმრავლესობა. თქვენ ინარჩუნებთ კონტროლს და გადაწყვეტილების მიღების უფლებას. მე მოგცემთ წვდომას ევროპულ ბაზრებზე, დაგეხმარებით თანამედროვე ტექნოლოგიებით და ჩავდებ ინვესტიციას ღვინის ტურიზმის განვითარებაში. ზურაბი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, ჩაერია. რა გარანტია გვაქვს, რომ მოგვიანებით არ შეეცდებით მეტი კონტროლის მოპოვებას? ჰანსი არ გაღიზიანებულა ამ პირდაპირი კითხვით. ეს არის სამართლიანი შეკითხვა. მე შემიძლია ჩავდო ეს პირობები იურიდიულ ხელშეკრულებაში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაიგოთ ჩემი мотиваცია. მე ვარ მეღვინე, არა ფინანსისტი. მე მაინტერესებს კარგი ღვინო და ვენახები, რომლებსაც აქვთ ისტორია და სული. მინდა რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს, არა გაქრეს. გიორგიმ დათოს გადახედა, რომელიც მოუთმენლად ელოდა მამის რეაქციას. მერე მარიამს შეხედა, რომლის თვალები იმედით იყო სავსე. ბოლოს ნინოს შეხედა, რომელმაც თავი დაუქნია წამახალისებლად. მე მინდა ვიფიქრო ამაზე, თქვა გიორგიმ ბოლოს, ეს არის დიდი გადაწყვეტილება. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი მიდგომა მომწონს. თქვენ გესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, ეს არის ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობა. ჰანსმა თავი დაუქნია პატივისცემით. რა თქმა უნდა. მიიღეთ ის დრო, რაც გჭირდებათ. მე აქ ვარ 2 დღე, სადილის შემდეგ, როცა ჰანსმა გამოთქვა სურვილი, რომ დაესვენა მგზავრობის შემდეგ, გიორგიმ და დანარჩენებმა ოჯახური თათბირი მოიწვიეს გიორგის კაბინეტში. რას ფიქრობთ? იკითხა გიორგიმ. მე მომწონს, თქვა მარიამმა მაშინვე, ის ნამდვილად გულწრფელი ჩანს. და რაც მთავარია, ესმის ჩვენი ტრადიციების მნიშვნელობა. ნინომაც თავი დაუქნია. ვეთანხმები მარიამს. ის არ არის ჩვეულებრივი ბიზნესმენი. მას მართლა უყვარს ღვინო და მევენახეობა, ზურაბი ჩაფიქრებული იყო. მეც ვეთანხმები, რომ ის განსხვავებულია, ვიდრე წარმომედგინა. მაგრამ მაინც მგონია, რომ კონტრაქტში ყველაფერი ზუსტად უნდა გაიწეროს. კარგი იქნება, თუ ადვოკატი გადახედავს. რა თქმა უნდა, დაეთანხმა დათო, ჰანსიც ამას ითხოვს.
მას სურს, რომ ყველაფერი იურიდიულად გამართული იყოს, რომ არავის ჰქონდეს ეჭვი. გიორგი ღრმად ჩაფიქრდა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის. ეს ინვესტიცია გადაარჩენს ვენახს, გადაიხდის ვალებს და მოგცემს საშუალებას, რომ გავფართოვდეთ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის შესაძლებლობა თქვენთვის, შვილებო დათო და მარიამი. თქვენი მომავლისთვის, დათოს თვალები აუწყლიან და მადლობა, მამა. ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერ ამ იდეას, გიორგიმ თავი დაუქნია. დიახ, მე ვემხრობი. შევხვდეთ ჰანს ხვალ და ვუთხრათ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ერთი კვირის შემდეგ ზეიმი, რომელიც მარიამმა შესთავაზა, გაიმართა ვენახში. მოწვეული იყვნენ მეზობლები, მეგობრები, მუშები, ყველა, ვინც ეხმარებოდა მაისურაძეების ოჯახს სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰანსიც ესწრებოდა, რომელიც კიდევ ერთი კვირით დარჩა საქართველოში. ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, ღვინის დეგუსტაცია, ყველაფერი გაერთიანდა ამ ზეიმში. გიორგი იდგა სუფრის თავში და ჩიქა ასწია. მინდა ვადღეგრძელო ჩვენი ვენახი, თქვა მან, რომელიც ჩემი ბაბუის, მამის, ჩემი და ახლა უკვე ჩემი შვილების, დათოს და მარიამის ცხოვრების ნაწილია. მინდა ვადღეგრძელო ჩვენი ახალი პარტნიორი, ჰანსი, რომელიც გვეხმარება, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. და მინდა ვადღეგრძელო ზურაბი, რომლის ერთგულება და შრომა ვენახის მიმართ იყო და არის უდიდესი ღირებულება ჩვენთვის. ყველა მტაში დაუკრა, ჩიქები ასწიეს. დათომ და მარიამმა ერთმანეთს გადახედეს ბედნიერი ღიმილით. ნინო ტირილს ძლივს იკავებდა სიხარულისგან. ზურაბი ამაყად იდგა, თითქოს მისი ადგილი ამ ოჯახში საბოლოოდ დამკვიდრდა. ჰანსმა ჩიქა ასწია. მინდა მადლობა გადავუხადო მაისურაძეების ოჯახს, რომ მიმიღეს როგორც პარტნიორი. მე მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და რომ მაისურაძის ვენახი გახდება ცნობილი მთელ მსოფლიოში. ღამით, როცა ზეიმი დასრულდა და სტუმრები წავიდნენ, გიორგი ვენახში გავიდა. მთვარე ანათებდა ვაზის რიგებს, რომლებიც ახლა უკვე ჯანმრთელად და ძლიერად გამოიყურებოდნენ. ვენახის ბოლოს ახალი ნაკვეთი იყო გამოყოფილი, სადაც მალე დაიწყებოდა სასტუმროს მშენებლობა ღვინის ტურისტებისთვის. მამა, გაისმა ხმა უკან. დათო მოდიოდა მამისკენ, რას აკეთებ აქ ასე გვიან? ფიქრობ, უპასუხა გიორგიმ, ფიქრობ, როგორ შეიცვალა ყველაფერი ამ რამდენიმე კვირაში. როგორ მეგონა, რომ კარგავდი ყველაფერს და როგორ საბოლოოდ შევძელი მეტის მოპოვება, ვიდრე მქონდა. დათო მამას გვერდით დაუდგა. იცი, მამა, მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა გერმანიაში ვიყავი, ყოველთვის ვფიქრობდი ამ ვენახზე. სულ მახსენდებოდა, როგორ მასწავლიდი ვაზის მოვლას, როგორ მიყვებოდი მისი ისტორიის შესახებ. ეს იყო ჩემი შთაგონების წყარო. გიორგის გული აუჩქარდა ამ სიტყვების გაგონებაზე. მიხარია, რომ დაბრუნდი, შვილო. მიხარია, რომ შენ და მარიამი ხართ აქ ჩვენთან ერთად. და მიხარია, რომ ჩვენს ვენახს აქვს მომავალი. მამა-შვილი ერთად იდგა, გაჰყურებდნენ ვენახს, რომელიც ახალი სიცოცხლით იყო სავსე. ძველი და ახალი თაობა, ტრადიცია და ინოვაცია, წარსული და მომავალი, ყველაფერი შერწყმული იყო ერთ მთლიანობაში, ისევე როგორც ვაზის ძირები ღრმად იყო ჩაზრდილი მიწაში, მაგრამ ტოტები და ფოთლები მზისკენ ისწრაფოდნენ. და როცა დილის პირველი სხივები გამოჩნდა ჰორიზონტზე, მაისურაძეების ვენახმა ახალი დღე დაიწყო, ახალი იმედებით, ახალი ოცნებებით და ახალი მომავლით, რომელიც ეფუძნებოდა მდიდარ წარსულს და ტრადიციებს, მაგრამ ამავე დროს იყო ღია სიახლეებისთვის და ცვლილებებისთვის.